მოგესალმებით, გვესალმებით ჩვენს მსმენელს ეთერში ბოლნისის ხმა არის. შეგახსენებთ, რომ ბოლნისის ხმა პროექტების იხვის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და DVV International. დღევანდელი გადაცემის თემა არის ქალები და რაგბი. ქალები რაგბში დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძალა არიან, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად რაგბი ძირითადად მამაკაცების სპორტი იყო, ბოლო ათწლეულებში ქალთა რაგბი დიდ ნაბიჯებით განვითარდა და ძალიან პოპულარული გახდა. ქალთა რაგბის ისტორია. ქალებმა პირველად რაგბი მე-19 საუკუნეში ითამაშეს, თუმცა პირველ ეტაპზე ეს სპორტი ძირითადად ჰობი იყო მათთვის. პირველი ოფიციალური ქალთა რაგბის მატჩი 1890-იან წლებში გაიმართა ინგლისში, მაგრამ ეს სპორტი მხოლოდ მე-20 საუკუნეში, 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანებში გახდა უფრო ორგანიზებული და პროფესიონალური. ქალთა მსოფლიო რაგბის ჩემპიონატი პირველად გაიმართა 1991 წელს და მას შემდეგ ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ჩატარდა. ეს ტურნირი გახდა ქალთა რაგბის ყველაზე დიდი და ყველაზე პატივსაცემი შეჯიბრი. ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალთა რაგბის ტურნირი Women's Six Nations Championship, რომელიც 1995 წელს დაიწყო და ყოველწლიურად იმართება. მასში მონაწილეობენ ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, სკოტლანდია, ირლანდია და უელსი. ქალთა რაგბის განვითარება. დღეს ქალთა რაგბი მოიცავს მრავალ ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო ტურნირებს. ქალთა პროფესიონალური ლიგები და კლუბები მთელ მსოფლიოში, მათ შორის ინგლისში, საფრანგეთში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ძალიან პოპულარული გახდა. 2017 წელს ქალთა რაგბმა პირველად გახდა ოლიმპიური სპორტი შვიდკაცა რაგბის სახით, რაც დაეხმარა კიდევ უფრო ფართოდ გააევრცელებინათ ქალთა რაგბის შესახებ ინფორმაცია. ქალები, რომლებიც რაგბში წარმატებას მიაღწიეს, ისეთ რანგს აღწევენ, როგორც მათზე ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელებს და სხვა სპორტსმენებს შეიძლება ჰქონდეთ. მაგალითად, ისეთი მოთამაშეები, როგორც როუზ ტეიმური, ინგლისელი მოთამაშე კეით ჰოკინსი, ფრანგი და სარა ბერნი, ინგლისელი, რომლებმაც საერთაშორისო ტურნირებში და ჩემპიონატებში თავიანთი პროფესიონალიზმი და უნარი გამოავლინეს. ქალთა რაგბი ბევრი ქვეყნის საზოგადოებას ჯერ კიდევ სტერეოტიპების წინააღმდეგ საბრძოლოდ იბრძვის. თუმცა დიდებული შედეგები და წარმატებები, რომლებიც მათ მოედანზე აქვთ, მუდმივად აქცევს რაგბის ქალთა გუნდებს უფრო ცნობილ და პატივსაცემ სპორტულ მებრძოლებად. დღესდღეობით ქალთა რაგბის განვითარების პროცესმა დიდი წინსვლა განიცადა. ის ყველაზე სწრაფად მზარდი სპორტების სიაშია. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩემი დღევანდელი გადაცემის მსმენელი. მე დღეისთვის გემშვიდობებით, ხოლო გიტოვებთ ჩვენს მეგობრებს თეთრი კარვიდან, მოусვიდეთ, იხალისეთ და ბედნიერ კვირას გისურვებთ. მოგესალმებით მეგობრებო. ეს თეთრი კარავია და მე მსახიობი ეკა ჩხეიძე გახლავართ. დღესაც ჩვენი ეთერის მთავარი თემა ემიგრანტი ქალებია. აი, უკვე ვიღაც გვიკავშირდება. გისმენთ. გაგვეცანით თუ შეიძლება საიდან ხართ, რამდენი წლით ბრძანდებით? მეგობრებო, მე მქვია ლიანა და 14 წელია რაც ამერიკაში ვცხოვრობ. მალე ვაპირებ დაბრუნებას. რადგან უკვე თითქმის ყველა ის პრობლემა მოვაგვარე, რისთვისაც ამხელა გზაზე წამოვედი და თანაც მე თუ მკითხავ, ჩემს ქვეყანას ქვეყანა არ სჯობს. დიახაც, ნამდვილად ასეა. სამშობლოდან შორს ყოფნამ ბევრი რამ სხვანაირად დამანახა და ბევრ რამეზე შემეცვალა აზრი და შეხედულება. ერთი, რასაც პირველ რიგში განვახორციელებ, გეგმაში მაქვს, რომ ქალაქის ცენტრიდან, სადაც 60-ოთახიანი ბინა მაქვს, ქალაქის გარეუბანში გადავიდე. საკუთარ ეზოიანი სახლი უნდა ვიყიდო, სადაც პატარა მიწის ნაკვეთი მექნება. ბაღჩას გავაშენებ, რომ ჩემი ოჯახისთვის საკმარისი ბოსტნეული და ხილი მქონდეს. 1-2 ქათამის მეყოლება, ისეთები კვერცხებს რომდებენ და რაც მთავარია, სუფთა ჰაერი. აბა კეთილი სურვილებით, გემშვიდობებით. დიდი მადლობა. აი, ისევ ზარია. გისმენთ? პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. ახლა მინდა რაღაც თქვა. და ვიცი რომ ზუსტად ჩამქოლავთ, მაგრამ მაინც უნდა თქვა რა. იმასაც იტყვით, შენი საქმე არ არის და მართალიც რა, ჩემი საქმე მართლა არ არის, მაგრამ უბრალოდ რა თქვა, არ შემიძლია. გუშინ სამსახურში გვიან 9 იყო დაწყებული და სახში მივდიოდი და მეგობარმა დამირეკა, რომ მეგობრები არის, ქალები არიან, ჩამოსულიო რა, რომ ის ავტობუსი მოყვნენ და ვიცნა დახვედრილი იყვნენ, 1 საათი არ იქნებაო რა და თუ არ შეწუხდები თუ სახში დაღლილი არ ახარო, გადიო და იქვე ვცხოვრობ მეც ახლოში და მაგითო დამირეკა. და კი მეთქი არ არის პრობლემა, აგერვა და გავიქცევი მეთქი და მივედი მართლა და
გული ჩამწყდა ხალხო. გული ჩამწყდა 6 ქალბატონი, 6-ვე 65, 70 წლის. 77 წლის. სად უშვებთ თქვენ დედებს, თქვენს ბებიებს, სად უშვებთ, არ გცხვენიათ? თუ აქ ხეზე დაგიკრიფავს ფულებს და გამოგიგზავნით. რამ გადაგრიათ ხალხო, რამ გაგაგიჟათ ასე? ვიცი რომ გიჭი, ვიცი მე ვინ აქ გალხინებული არავინ არ მოდის, მაგრამ თქვენ წამოგბძანდით. სად უშვებ ამ ხელა ქალს? სად? ან მაგის სამუშაო როგორ იქნება აქ? ძლის დადის ხალხი, არ გცხვენიათ? გაგვეცანით თუ შეიძლება საიდან გვიკავშირდებით? მოგესალმებით, მე მქვია ნატო. ვარ 59 წლის. ამ ხმოვანწერილს გიგზავნით შვედეთიდან, კერძოდ კი სტოკჰოლმიდან. სადაც უკვე 11 წელია ვცხოვრობ და ჩემი შთაბეჭდილებები მინდა რომ გაგიზიაროთ. მეგობრებო, პირველი შოკი, რაც აქ ჩამოსვლისას მივიღე, იყო ის, რომ აქ თითქმის სულ ზამთარია. მაქსიმუმ 2-3 კვირა შეიძლება იყოს ზაფხული და ისიც ისეთი ჩვენთან სექტემბერ-ოქტომბერში რომ იცის. მაგრამ არ იცით როგორ ემზადებიან ამ ზაფხულისთვის აქაურები, ყოველი დღე ისეთი მნიშვნელოვანია მათთვის და ისეთ დღესასწაულებს იწყობენ ვერც კი წარმოიდგენთ. ჯერ ხო ყველა ველოსიპედით დადის ქუჩაში და ვერცერთ ქალს ვერ ნახავთ რომ ველოსიპედზე წინ დიდი მოწნული კალათი არ ქონდეს დამაგრებული სავსე ყვავილებით. ამ 2 კვირისთვის აქ ქალები იმდენ ზაფხულის კაბას იმარაგებენ რომ ყოველი დღე სხვადასხვა ეცვათ. ეს რაც შეეხება ზაფხულს. თავარი აღმოჩენა ჩემთვის მაინც ზამთარში მოხდა. როცა დავრწმუნდი რომ აქ არ არსებობს ოჯახი, რომელსაც ცალკე ოთახი არ ჰქონდეს, იმისთვის რომ ზამთარი გაიხალისონ და დაირას გულისხმობ. ნამდვილად სჭირდება ერთი ოთახი იმას, სადაც ოჯახის ყველა წევრისთვის ინახება თხილამურები, ციგურები, ციგები და 1000 გვარი ზამთრის გასართობი ტექნიკა იქნება თუ აღჭურვილობა. რა ვიცი, რა თქვა, მართლა ყველაფერი მოგცა იმისთვის, რომ ბედნიერად გვეცხოვრა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ თავარი არ გვაქვს. უნარი იმისა, რომ ყოველი დღე როგორ გავხადოთ ბედნიერები. ეს არ ვიცით და არც გვინდა რომ ვიცოდეთ. ეს არის ჩემი გულისწყობა. დიდი მადლობა. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა და მე ისევ ერთი კვირით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე. ველოდებით თქვენს წერილებს თეთრ კარავში.